მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობამზეა მადლობელს და ყველას ინდისის პატიმარს. ახალციხელი აქტივისტი ალექსანდრე გრიგალაშვილი გვეუბნება, რომ პროევროპულ აქციებზე ყოფნის გამო იძულებული გახდა სამხედრო სამსახური დაეტოვებინა, რადგან მისი თქმით ულტიმატუმი წაუყენეს და რეზერვში დარჩენის სანაცვლოდ აქციებზე აღარ უნდა ეულო. გრიგალაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის თანხას კი მოქალაქეები აგროვებენ. ალექსი გრიგალაშვილი 2023 წლიდან ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში ირიცხებოდა. მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 2023 წლიდან ვირიცხებოდი თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვის შემადგენლობაში. იმის შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო ძალიან ცუდი მოვლენები, ჩვენ ფაქტიურად დავკარგეთ ის გზა, რომელიც გზითაც მივდიოდით. ქვეყანაში გამეფდა ოლიგარქიული მმართველობა და ამასთანავე ყავს ფაქტიურად არაღიარებული ხელისუფლება. მე ამ ყველაფერში დავინახე საფრთხე და დავდექი იმ მხარეს, რომელიც მხარესაც თვლი რომ სწორად ვიდექი და თვლი რომ ჩემს სამშობლოს დღეს იქ ვჭირდებოდი და იქ უნდა ყოფილიყავი და იქ უნდა მდგარიყავი. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ რეზერვისტებს გვეკრძალება შეკრებებში და მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება, მე დავდექი ასე ვთქვათ არჩევანის წინაშე, ან უნდა გავჩუმებულიყავი, აღარ გამოსულიყავი აქციაზე და გამეგრძელებინა სარეზერვო სამსახური. ვფიქრობ რომ დღეს ჩემი ბრძოლის ველი გადის არა ცეცხლის ქვეშ, არამედ იქ სადაც დღეს ვდგავარ. და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ სამწუხაროდ მომიწია აქტიური სარეზერვო სამსახურის დატოვება. კონტრაქტის ნაადრევად დარღვევის გამო დამიწერეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და მომწეს ამის გადასახდელად ერთი თვის ვადა. წითელას ვირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა ახალქალაქში. რა ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტებში, გთავაზობთ ვიდეოს. წითელას ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თვეში. ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწყებაში ჩვენს რედაქციას ეუბნებიან, რომ აკვირდებიან კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც სავარაუდოდ წითელას ვირუსი აქვთ. მათივე ცნობით ინფიცირებულებთა უმეტესობა ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ თბილისში ყოფნის დროს დაინფიცირდა, შემდგომ კი ოჯახის წევრებს გადაედო. რამდენ პირს დაუდასტურდა წითელა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს. ჩვენი რედაქცია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ წელს წითელას ვირუსის მაჩვენებელი გაზრდილია, განსაკუთრებით კი თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. როგორც ჩხაიძემ მედია ცენტრ მთავართან ინტერვიუში განაცხადა, 2025 წელს მხოლოდ 4 თვის განმავლობაში საქართველოში წითელას ვირუსით ჯამში 152 პირი დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, ინფიცირების მატების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა და გეგმური აცრების ხარვეზებია. 2025 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში 152 შემთხვევა წითელას ქვეყანაში, ანუ ტენდენცია ერთნაირია, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში წითელას შემთხვევების მატება აღინიშნება. სამცხე-ჯავახეთი და თბილისში ფიქსირდება შემთხვევების განსაკუთრებული მატება. ამ საერთო მიზეზს უკან დგას პანდემიის ზეგავლენა, უპირველეს ყოვლისა გეგმიური აცრების დიდი ხარვეზი. ყველგან ფიქსირდება ეს მაჩვენებელი, გეგმიური ვაქცინაციის მოცვის კონკრეტული ციფრი არის 95%-ზე მეტი უნდა იყოს წითელა საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებელი, რომ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო 95%-ზე მეტი. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს 91%. როგორც ჩვენმა რედაქციამ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებისაგან გაარკვია, ჩვენს რეგიონში მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტია, სადაც წელს წითელა დაფიქსირდა.
რა არის წითელას ვირუსი და როგორ ავიცილოთ თავიდან? ვკითხეთ ინფექციონისტს. წითელა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და ერთ-ერთია იმ ინფექციებს შორის, რომლებიც ჰაერის გზითაც შორ დისტანციაზე გადაადგილდება ვირუსი, შესაბამისად მხოლოდ დისტანციის დაცვა არ ახდენს მის პრევენციას. დასრულ ასაკშიც უნდა გაკეთდეს, თუ ადამიანს არ აქვს დაცვა. ამის გაგებაც შესაძლებელია ლაბორატორიული ტესტით, მაგრამ თუ კი მაინც აქვს დაცვა, არ გაიკეთა ეს ლაბორატორიული კვლევა და აიცრა ადამიანი, ამ შემთხვევაში არაფერი ცუდი, ასე ვთქვათ, არ მოხდება, უბრალოდ შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს, მაგრამ დაცვის თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ნამდვილად უპრეანია, რომ ვისაც ეჭვი აქვს, რომ არ არის აცრილი, აიცრას, თუნდაც ლაბორატორიული ტესტის გარეშე. როგორც წესი, განმეორებითი ინფექციები არ ფიქსირდება, იშვიათი შემთხვევებია ძალიან, როდესაც არის იმუნიტეტის დაქვეითება და თქვათ ის დაცვითი იმუნიტეტი, რომელიც გამომუშავებული აქვს ორგანიზმს, ან ბუნებრივად, ან ვაქცინის საშუალებით შეიძლება განლეული იყოს. თუმცა ეს არის უკიდურესად იშვიათი შემთხვევები და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ან აცრილია, როგორც წესი, ის ძალიან დიდი პროცენტით არის დაცული. ივანე ჩხაიძის თქმით, 2022 წელს საქართველოში წითელათი ინფიცირების 14 შემთხვევა იყო ოფიციალურად დადასტურებული, 2023 წელს 26 და 2024 წელს 327. წინა საავადმყოფო სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა არსებულ ბაზარს და საწარმოს შეამოწმებს ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო ავრცელებს. რამდენი ობიექტის შესწავლა იგეგმება და გამოვლინდა თუ არა დარღვევა რომელიმე ობიექტზე სამცხე-ჯავახეთში. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ზუსტ რაოდენობას პროცესის დასრულების შემდეგ გვეტყვიან, ხოლო დარღვევებს მოიკითხავენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლის სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და დააზიანა ასევე ხეები. ნინოწმინდის მერი ანივარ მოსოიანი გვეუბნება, რომ ძლიერმა ქარმა 2 საცხოვრებელი სახლის და 1 ადმინისტრაციული შენობის სახურავი დააზიანა. მისივე თქმით, ზარალი შეისწავლეს და სახლის მესაკუთრეებს სახურავის შესაკეთებლად თანხას მისცემენ. ძლიერი ქარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 15 აპრილს იყო. ადგილობრივი რადიო ნორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქარმა სახლს და ბეღელს სახურავი დაუზიანა პატარა არაგალში. სოფელ ეშტიაში ქარმა ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა, რომელიც ახლა უკვე შეკეთებულია. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.